გამარჯობათ, შემოძვირფასო გამომწერებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ტესტი თამბაქოსი სატლიფის Royal Champagne. გითხარით რომ გადავიტან სპეციალურ ბოთში რომ მან ტენიანობა არ დაკარგოს, არ გამოშრეს, აი ესეთი სტიკერიც გავუკეთე. აი ესე ერვეტიულად იხურება. აი ესე და აქტიურად შესაძლებელია კი არა აუცილებლად მოხერხდება ამის რამოდენიმე თვე შენახვა, ну თითქმის 1 წლამდე მე მგონი ვნახოთ. ამის ახლა ფოკუსირება თუ ხდება, არის საშუალო ზომის ფრაქციებად დაჭრილი, ძალიან მუქია. შებოლილის ეფექტით ეს შავ ჩაის გავს. ამიტომ როგორც მაშინ თქვი, აქვს აი მართლა კარგი შამპანურის სურნელი. აი თავიდან რომ გავხსენი, არ იყო ესეთი მდიდარი. ეხლა გარკვეული პერიოდი რო ჰაერზე გაჩერდა ჟანგბადი რო აიღო, როგორც მე ერჯერ მოგახსენეთ, თამბაქო არის ძალიან ჰერმეტიულად დახურული, ის თავის გემონური თვისებების გამოვლენას შემდეგ იწყებს, როგორც აი ღვინოს რო გავხსენ, ხშირად ვადარებ მე ღვინოს თამბაქოს, აი ჰაერზე გარკვეული დროის შემდეგ ხდება ძალიან არომატულია. იმდენად არომატულია და ისეთი მუქია, რომ ცოტა მეშინია, რომ არ იყოს ძალიან მძაფრი და ძალიან მძიმე მოწევის დროს. ну ნახოთ, მოკლედ გავტესტავ. მოწევ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ჯებუხში გავაკეთებ ამას. შემდეგ განხილვასაც იტალიური მოლინა ბრიარის ძალიან ლამაზი ნახატი აქვს. თავად ჩიბუხსაც ძალიან ლამაზი მონშტოკი აქვს. აკრილის 8 მმ-იან ფილტრზე არის. საშუალო ზომის ჯამი აქვს, საშუალო ზომის ჩიბუხია. ძალიან კომფორტულია და ამაში გავტესტავ. და ვნახოთ აბა მოწევის დროს რა გემოებს მოგცემს. საინტერესო თამბაქოა, იცით რას გავს? Elizabethan mixtures გავს და ცოტათი კიდე early morning pipers ჩამოგავს. აი ესეთი მიხედავთ ისე რომ თამბაქო მუქია და ესეთი შებოლილი შტაბაჭდილებას ტოვებს თავიდან შებოლილი თამბაქო როგორც არის ამ შავი კევენდიშის გამო. მაინც სუბუქია. და ესეთი ეს თივის და Royal Champagne რო ქვია, აი თითქოს ხო რაღაცა თეთრი ღვინის შამპანურის რაღაცა ესეთი ძალიან მცირე ნოტები დაყვება. არაუფლიანებს ჩიბუხს
ანუ უფრო მძიმე და უფრო სიროპიანი მეგონა იქნებოდა. აი ესეთი სუბუქი, სასიამოვნო და გემრიელი არომატით მოსაწევი არის. ესეთი ზომიერი ლაითი თამბაქოა. აი ლაითი ბოლი, თითქოს აი ბოლი გაკლია. ბროდ გაკლია მე შემთხვევაში მომხრაი როგორც ბერლის აქვს ესეთი სუყე კვამლი ბოლი. თითქოს არ არის, თუმცა ამ თამბაქოს არც ჭირდება. აი რაც არის მისი ფილოსოფია, ხო აი სამეფო შამპანი, ხო ეს შამპანური უნდა იყოს. თან ღვინოა, მაგრამ ცოტა არისტოკრატული და საინტერესოა. ეხლა ვერ გეტყვით რომ დიდხანს თუ არ მოუწევ ძალიან მომენატრება მეთქი შეიძლება ამიტომ ეს ვერ შევა ჩემი საყვარელი თამბაქოების ათეულში შეიძლება. თუმცა გარკვეული პერიოდი რო არ მოწევთ, კი მოგინდებათ შეიძლება ამის მოწევა და განმეორება ამ გემოების. საკუთარ ორიგინალურია და უნდა რა არის იცით აი არ ქრება. აი ესე თანმიმდევრულად ზომიერად იწვის, მაგრამ თითქოს შტაბილება ქრჩება, რომ სულ აი ხوار ჩაქრება, მოკიდება ხوار ჭირდება და აი ესეთი. მოგეთ საუბარი თუ გჭირდებათ. აი ეს უბრალოდ შამპანური როგორიც არის დასალევი, აი ამის თქვა მინდა ძალიან ესეთი აი შამპანურს ხემისთვის არ ვსვამთ, რომ აი დაათვრეს და აი ჭარბად მიიღოთ ღვინო ან ალკოგოლი. აი თუ გინდათ რომ ბევრი საუბროთ და მცირე რაოდენობით გქონდეთ აი ეს თამბაქო და დიდხანს გრძელდებოდეს თქვენი იდილია თამბაქოსთან და აი ჩაკრა. მაგრამ აი ესეთია რა, როგორ მივხვდით ახლა რაზეც საუბრობ. დიდი ხნის განმავლობაში მცირე დოზებად მისაღები თამბაქოა რა. როგორც შამპანურს ნელ-ნელა წრუყავთ, დრო გაგყავთ აი ეს. და როგორც შამპანური მცირე გლუფებით უნდა დალიოთ და აი მოსვათ და მცირე გლუფებად, აი ზუსტად ისე მცირე მოკაჩვით უნდა მიიღოთ აი ეს მცირე რაოდენობის ბოლი. ანუ მის სახელს ამართლებს ბოლოსკენ ეს თითქოს აი შამპანურის და ეს ღვინის ეფექტი გაქრა. ხდება ხშირად რომანტიკებში. მაგრამ მაინც აი სასიამოვნო სუბუქი თამბაქო დარჩა. სადღაც შუაში უკვე
მოლი კვამლი მოიმატა, იცი? აი ბერლი რო არის, მაშინ უფრო კაფეოდ გამოჩნდა სადღაც შუისკენ. მაინც კამერის წინ რო ეწევი, მაინც აგვარია კამერის წინ მოწევა, აი ის გამომდოდა რომ ისე რო ეწევი, ხა ეს ბლოგის ვაკეთებ, უფრო დიდ პაუზებს აკეთებ და უფრო სიამოვნებას გებულობ, იმიტომ რომ ბევრი საუბარი მიწევს და როგორც თქვი, ჩემს არ უყვარს ბევრი საუბარი. ხა ბოლოსკენ ჩავიდა უკვე თამბაქო და იცით ისევე არომატული და გემრიელია. თქოს გაქრა ეს შამპანურის არომატები, მაგრამ მაინც ხანდახან იგრძნობა. დარჩენ ისეთი სულუქი, გემრიელი, კარგი თამბაქოა. მე უფრო ნაკლებს ველოდი, ანუ იმაზე ცოტა უკეთესიც კი დარჩა ვიდრე ველოდი. რადგან შამპანურის ამინდირო არ არის, შეიძლება ხლა ამ ეფექტს გვაძლევს და შეიძლება ზაფხულის ისეთ კარგი საღამოს ვარი იყოს. მაგრამ ხა კარგი ხავასთან ერთად ძალიან გემრიელია. ძალიან კარგი თამბაქოა, ვიმეორებ, რომ აი 10-დან 6 თავამად მიცემ რა. და სხვადასხვა ჩიბუხებშიც ნახავ შეიძლება და სხვა ჩიბუხში სხვა ეფექტი იცეს. ეს იყო ხა რაც უნდა მეთქვა, ჩემი გავაგრძელებ სიამოვნე, ვინი ხავა. აი, ვიხიდეთ, თქვენს კარგი დღეს გისურვებთ. მომშეხვედრა.